რატომ დაგვიანდა წალენჯიხაში ბაღის აღმზრდებლებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა საკრებულოში ხმაურის ფონზე წარიმართა უფრო მეტი დეტალი თიტო ყირიმლიშვილის რეპორტაჟში. საკრებულო არ იყო საჭირო და აუცილებელი რომ თქვენ ერთითვისი ნაგეზარდა ხელფასები. ეს მინდა იცოდეს. რატომ დაგვიანდა რამდენიმე თვით საჯარო მოხელეების ხელფასის მატება და რატომ იხარჯება თანხა პირადი მიზნებისთვის წალენჯიხის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის პასუხები ბუნდოვანი და უარგუმენტოა. როცა 250,000 ლარია შენობას რემონტს გააკეთეს თორდარბაზში და წყალი რო ჩამოგდის და ის რო გიგუჩდება და აქ 90,000 ლარად განქანას რო კიდულობ. თავი თვითიშნები ჩვენ საკოკლოს და ლეგალურ მასას გიან ქალაქ და კანონიკული არ აქვს ჩანებული. ამას უნდა მიხედოთ ვერევე არის გართული. განმარტეთ რატოა შეიძლებოდა საკრებულოს გარეშე ხელფასების იმიტომ რომ ბიუჯეტში არის და ბატონობეს და გამიმოდოთ არ გადავეროთ მაგანის არის. ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული მიზეზები, რის გამოც ბაღის აღმზრდელებს ხელფასები დროულად ვერ გაუზარდეს, აბსურდულია. მერს დროული რეაგირებისთვის უფლებამოსილებას ჰქონდა და თანხაც, თუმცა საკრებულოს ქართული ოცნების წევრი განმარტავს, რომ მუშაობის ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დასვენება და მივლინებებში სიარული ამჯობინეს. თავისი შიდა რესურსებით შეეძლო ამისი გაკეთება თავისუფლად მერიის მოადგილეს, მაგრამ საერთოდ ესენი სამსახურებში არ დადიან, დღესაც დაგვიანებით მოვიდა. სულ მივლინებებშია ვითომ, მაგრამ მივლინება ოფიციალურად დოკუმენტი არ არსებობს. სადაც უნდა დგასხავენ საწვავებს, ხან ლაგოდეხში, ხან ბოლნისში, თბილისში, დერჯოლაში და აქ არის რაღაცნაირად ქაოტური სიტუაცია. რატომ დაგვიანდა ბაღის აღმზრდებლებისთვის ხელფასის გაზრდა თითქმის 2 თვით? წალენჯიხის მერია პასუხისმგებლობას გაურბის და ხელს საკრებულოსკენ იშვერს. განმარტავენ, რომ მერია გადაწყვეტილებას საკრებულოს გარეშე ვერ მიიღებდა. თუმცა საკრებულო, რომელსაც გახარიას პარტია ხელმძღვანელობს მთავრობის დადგენილების გაჭიანურების მიზეზად უქმე დღეებს ასახელებს. იმისათვის, რომ ხელფასებმა მოიმატონ, არ არის საკმარისი მხოლოდ მერის მიერ დამტკიცებული ბრძანება, სადაც ხელფასი იქნება მომატებული. ამისათვის საჭიროა თანხა. თანხა რომ მიეცეს შესაბამის აიფს, უნდა მოხდეს საკრებულოზე გატანა, აი როგორც დღეს მოხდა სხდომაზე და მიღების შემთხვევაში მათ ბუნებრივია გადაარიცხებათ ეს თანხა. დაემთხვა ეს დღეები, რომელიც არასამუშაო დღეები იყო და ამიტომ დღეს რიგარიშე სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი. წალენჯიხის მერიის მსგავსად უპასუხოდ დარჩა საკრებულოს მიმართ დასმული კითხვებიც. მაშინ, როდესაც ქალაქში არაერთი პრობლემაა, რომელზეც საკრებულოს წევრები სხდომაზე ღიად საუბრობენ, ათობით 1000 ლარი ავტომობილების შეძენაში იხარჯება. ქართულმა ოცნებამ წალენჯიხის 2025 წლის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო მოხელეების ხელფასების მატება არ გაჭიანურებულიყო. ნაშთები რაც ჰქონდათ არის გადანაწილებული, არასწორად, არამიზნობრივად არის გადანაწილებული მერიის მხრიდან. ხარი ჩვენ იმიტომ დაუჭირეთ, რომ ერთადერთი მიზეზის გამო, რახან ბაღების თანამშრომლებს მომატებოდათ ის 125 ლარი, რაც მთავრობის დადგენილებით არის. თუმცა იმ 125 ლარის მომატება იანვარში შეიძლებოდა. წალენჯიხის მერიის ბიუჯეტი ქართული ოცნების მხარდაჭერით იმ პირობით დამტკიცდა, რომ საჯარო მოხელეები მომატებულ ხელფასს დროულად მიიღებენ. ბიუჯეტი 26,295,000 ლარით განისაზღვრა.